სადღაც მივდივართ 20 ლარი უნდა მოვიღოთ. ან გაგვიხარდება ან არა? გამარჯობა მეგობრებო, დღეს არის რევფესტი, გიგერთდებით აქედან, ეხა შევიკრიბებით რამდენიმე მეგობარი, მივალთ და გაჩვენებთ ყველაფერს თუ რაც ხდება. ეს არის ჩემი პირველი მეგობარი, გიორგი, აქ მანქანაში ვუზივართ, სხვათა შორის გიოს ჩამოაქვს ნაწილები დუბაიდან და თუ დაგჭირდებათ, აუცილებლად დაუკავშირდით ნომერსაც გამოვანათებ და მოკლედ ნებისმიერ რაღაცაზე დაუკავშირდით. თუ ეთქვით, რომ ჩვენგან ხართ, ფასდაკლებასაც გაგიკეთებთ და მაქსიმალურად ისე მოგიდგებათ, როგორც მეგობრებს. ჩვენ კიდე წავედით, გამომზადოთ მანქანები ტრადიციულად სამრეცხაოზე ტრადიციულად ვაგვიანებთ და ნუ ჩვეულებრივ ჩვენს ამბავში ვაგრძელებთ მოძრაობას. ვაგრძელებთ მოკლედ შეკრებას. ესეთი გერმანულ-ამერიკული შერწყმით მოძრაობთ. ეს ჩვენი მესამე წევრი ლუკა გაიცანით ალამაზებს თავის CLS და ამ CLS-ის მიმოხილვასაც შემოგთავაზებთ ახლო მომავალში. დავიძარით, მოკლედ სუფთა მანქანებით ვართ, კი ვაგვიანებთ, მაგრამ თავარია რომ სუფთა მანქანებით ვიმოძრავოთ. ეხლა აქ თავარი არ გავწდეთ ჩვენს მეგობარს კიდევ ერთს. მოუსრიალ და შემთხვევით მანქანა. გამეწივა თორე მე არ მინდოდა მართლა. ჩართულია. ეხა მივდივართ. მოიცა ჯიმხანაზე უნდა გავიდეთ? აზრი არა ვარ, სადღაც მივდივართ 20 ლარი უნდა მოვიღოთ. ეხა ვიგებთ, რაღაცას ვიგებთ, თქო არ ვიცით რას. თავარია მოვიგოთ და მე უკვე პრიზზე ან გაგვიხარდება ან არა.
მოკლედ ახლა ჯიმხანა დაიწყება. ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს, ჩვენ არ ამგონია გავიდეთ, იმიტომ რომ ამის კონტროლი შეუძლებელია. ან შეუძლებელთან ახლოს არის როგორც მინიმუმ. მაგრამ ვნახოთ მაინც მანქანები როგორ დადის. I get those goosebumps every time, yeah. You come around, yeah. You ease my mind, you make everything feel fine. Worry about those comments, I'm way too numb, yeah. It's way too dumb, yeah. I get those goosebumps every time. მოკლედ წავედით სახლისკენ, ვასრულებთ დღევანდელ დღეს, დავისვენეთ, განვიტვირთეთ მანქანებთან ერთად განტვირთვა სხვა დონეა, შაბათ-კვირა ეს უნდა განატაროთ ჩემი აზრით და რაც უფრო მეტი იქნება ეს შექმნა მით უკეთესი. ეხლა კიდე წავედით და სახლში დავისვენეთ შაბათ-კვირა.